ცხოვრების ხარისხს, გარდა ჯანმრთელობაზე სამედიცინო კუთხით ზრუნვისა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შემდეგი 6 ფაქტორი: ძილი, კვება, ფიზიკური აქტივობა, ურთიერთობები, ადიქცია, სტრესი. გახსოვდეს, ძილი ჯანსაღია მაშინ, როდესაც ვიძინებთ დღეს და ვიღვიძებთ ხვალ და არ გვაქვს ძილის დარღვევა სხვადასხვა ფორმით. სხეულის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ვიკვებოთ დაბალანსებული, ზომიერი, ნუტრიენტებით მდიდარი საკვებით და ასევე არ დაგვაუწყდეს წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება. ფიზიკური აქტივობა ნებისმიერ ასაკში გვეხმარება შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი. მაგალითად, დადასტურებულია, რომ ფიზიკური აქტივობა 58%-ით ამცირებს დიაბეტის, ხოლო 20%-ით ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. ემოციური და სოციალური კეთილდღეობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანსაღი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა, იქნება ეს სამეგობრო, ოჯახი თუ სამსახური, დიდწილად აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას. მავნეჩვევებსა და ქმედებებზე დამოკიდებულებას გამოუსწორებელი ზიანი შეუძლია მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას. აუცილებელია ადიქციაზე გულმოდგინეთ მუშაობა და მისგან გათავისუფლება. ცხოვრებას თან ახლავს არასასიამოვნო მოვლენები, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ემოციურ და ფიზიკურ პასუხს აძლევს. ამას სხვაგვარად სტრესს ვეძახით, რომლის სწორი მართვა თავიდან აგვაცილებს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიც არის შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა და სხვა. მე ვარ ნანა, შენი პირადი health coach-ი და ჩემი მთავარი საზრუნავია დაგეხმარო, დააბალანსო აღნიშნული 6 ფაქტორი. მე ვარ სოფო, შენი პირადი health coach-ი და დაგეხმარები შეცვალო შენი ცხოვრების წესი, რათა იცხოვრო უფრო ჯანსაღად. თავს მოუარი.